ინდოეთი ემზადება თავისი 80-ე დამოუკიდებლობის დღის. აღსანიშნავად ამ შაბათს აღნიშნავს თითქმის 8 წლეულს ბრიტანეთის მმართველობის დასრულებიდან. პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი წითელი ციხიდან მიმართავს ქვეყანას და წლევანდელი გზავნილი განსაკუთრებულად იქნება ორიენტირებული ინდოეთის ახალგაზრდა მოსახლეობაზე და ქვეყნის ამბიციაზე, რომ 2047 წლისთვის გახდეს განვითარებული სახელმწიფო. საკითხის დეტალურად განსახილველად ჩვენთან ერთად ახლა არის რატან დიპ ჩაკრაბორტი, ინდოელი ჟურნალისტი, რომელიც ტერორიზმის საკითხებზე სპეციალიზდება. ასევე ის არის წიგნის ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინის ევოლუცია ავტორი. რატან დიპ, მადლობა რომ ჩემთან ერთად ხართ. სხვათა შორის წინასწარ დილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. თუმცა სანამ შაბათამდე მივალთ, მინდა გითხოთ, რას ველოდებით ამ დღეს? განსაკუთრებით რა გზავნილს ელიან, რომ მოდი წითელი ციხიდან გააჟღერებს წელს. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? დიდი მადლობა მოწვევისთვის. ფიქრობ პრემიერ-მინისტრის მთავარი გზავნილი სავარაუდოდ იქნება ინდოეთის გარდაქმნაზე. როგორ გადავიდა ქვეყანა უზარმაზარი პოტენციალის მქონე ქვეყნიდან იმ ქვეყნად, რომელსაც შეუძლია ეს პოტენციალი რეალურად გამოიყენოს და განვითარებულ სახელმწიფოდ იქცეს. შესაძლებლობების რეალიზაცია 2047 წლის. 7 წლისთვის, რასაც ჩვენ უწოდეთ ვიქსენ ბაჰარათი. ეხლა წლევანდელი თემა არის იუვა შაქტი, ვიქსენ ბაჰარათისთვის. ასე რომ ველოდები რომ ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდობას, ტექნოლოგიებს, ეკონომიკურ ზრდას, ეროვნულ უსაფრთხოებას, ოებას და ინდოეთის როლს მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ეს იქნება მთავარი თემები. მაგრამ ძირითადი იდეა მაინც იმაზეა კონცენტრირებული თუ როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს წვლილი შეიტანონ სახელმწიფოს მშენებლობაში. კარგი, რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლებები? რასაც ხედავთ ახალგაზრდებთან დაკავშირებით? რაზე საუბრობენ ისინი ქვეყნის შიგნით? როგორც ნახეთ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ინდოეთში მასშტაბური პროტესტი ჰქონდა, რომ განათლების სისტემა შეგვეცვალა და განათლების რეფორმები შეგვეტანა, რათა სისტემა უკეთესი და უფრო გამჭვირვალე ყოფილიყო. ასე რომ ყველაზე დიდი დაბრკოლება მხოლოდ ინდოეთში ახალგაზრდებში ამბიციის ნაკლებობა არ არის. ახალგაზრდებში ძალიან დიდი ამბიცია. პრობლემა იმაშია, რომ არსებობს უბსკრული ამ ამბიციასა და შესაძლებლობას შორის. ინდოეთში არიან განსაკუთრებულად ამბიციური ახალგაზრდები, რომლებსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვთ, ახალგაზრდა ინდოელები სწავლას, კომპანიების შექმნას, საერთაშორისო დონეზე მუშაობას ისურვებენ. და მთავრობის როლია უზრუნველყოს, რომ კონდეს საკმარისი პროდუქტიული, კეთილდღეობაზე ორიენტირებული და შინაარსიანი დასაქმება. და კონდეს გამჭვირვალე სისტემა, რათა ახალგაზრდებმა იგრძნონ, რომ მათი ხმა ისმის და მიიღონ ყველა შესაძლებლობა, რომელსაც იმსახურებენ. რანადიბ, თქვენ აქ ხართ ისრაელში. როგორ აღნიშნავთ დამოუკიდებლობის დღეს, როცა აქ ხარ? ჩემთვის ინდოეთიდან შორს ყოფნა დამოუკიდებლობის დღეს ცოტა სხვანაირს ხდის, ვიდრე ინდოეთში ცხოვრებისას ვიგრძნობდი. როცა ინდოეთში ხარ, დღესასწაულები ყველგანა. როცა საზღვარგარეთ ხარ, ატმოსფეროს შეგნებულად უნდა შექმნა. ამიტომ ჩვეულებრივ დილას ინდოეთის საელჩოს დამოუკიდებლობის დღის დროშის აღმართვის ცერემონიაზე ვატარებ და ისრაელში მცხოვრებ სხვა ინდოელებს ხვდები. და არის რაღაც განსაკუთრებული იმაში, რომ ისეთი უზარმაზარი ქვეყნიდან ხარ, როგორც ინდოეთია, შეხვდები ინდოეთის სხვადასხვა კუთხიდან ადამიანებს, რომლებიც შემთხვევით იმავე ქვეყანაში ისრაელში ცხოვრობენ. ამიტომაც უცებ ხედავ, რამდენად მრავალფეროვანია ქვეყანა. ასევე გეძლევა შესაძლებლობა, რომ ურთიერთობა გქონდეს ბევრ ადამიანთან, რომლებიც ინდოეთიდან ისრაელში გადავიდნენ. განსაკუთრებით ინდური წარმოშობის ებრაელებთან, ებრაული თემის წარმომადგენლებთან, რომლებსაც ინდოეთში ცხოვრების ძალიან კარგი გამოცდილება ჰქონდათ. და შეიძლება 10 წლეულების წინ გადავიდნენ ისრაელში, მაგრამ მაინც შეინარჩუნეს ინდური სამზარეულო, ენა, ოჯახური ტრადიციები და დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის სიყვარული. კი, როგორც ჩანს, შაბათს ბევრი რამ გვაქვს აღსანიშნავი. 80 წელი დამოუკიდებლობის. რატნადიფ, მადლობა რომ იყავით ჩვენთან. აი 24 ნიუსზე და გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა. მადლობთ.